5 ყველაზე გამორჩეული და შემოსავლიანი მოჭადრაკის რეიტინგს უნდა გადავხედოთ დღის რიცხვის ფორმატში. მათი ჯამური საპრიზო ფონდი შემოსავლებისა 2025 წელს იყო $4,480,000. უკაცრავად, ზოგადად სპორტის ამ სახეობაში ფინანსური სიმძლავრის ცენტრმა კომერციულ ტურნირებზე, როგორც ამაგათ e-sports World Cup და freestyle chess-ი გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ლიდერმა მაგნუს კარლსენმა ფორმალურ საჩემპიონო ტიტულზე უარის თქმის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნა ინდუსტრიის მთავარი ვარსკვლავის და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სტატუსი. ამასთან ტოპ 5-ში მკვეთრად დომინირებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოასპარეზე დიდო სტატები. მეხუთე ადგილი დავიწყოთ, სადაც 22 წლის ენდოელი ტალანტი არჯუნ ერიგაისი იმყოფება. მან თითქმის $900,000 გამოიმუშავა 2025 წელს, კონკრეტულად $497,199. და აჩვენა, რომ ჭადრაკის ახალი თაობა კომერციული თვალსაზრისითაც სერიოზულ კონკურენციას უწევს ვეტერანებს. მეოთხე პოზიციას ჰიკარუ ნაკამურა იკავებს, რომელმაც $727,000 გამომუშავება მოახერხა 2025 წლის განმავლობაში და საკუთარი შემოსავალი თითქმის 3-ჯერ გაზარდა, რაც ძირითადად e-sports World Cup-ზე აღებული ბრინჯაოთი და ამერიკის შეერთებული შტატების თასზე გამარჯვებით იყო განპირობებული. რეიტინგის მესამე საფეხურზე $822,000 შემოსავლით კიდევ ერთი ამერიკელი დიდოსტატი ლევონ არონიანი გვხვდება, რომლისთვისაც 2025 წელი თითქოს მეორე ახალგაზრდობის აღმოჩენად იქცა. მან გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიციები სატურნირო ცხრილსა და ფინანსურ შემოსავლებში, როგორც ხედავთ. მეორე პოზიციას იკავებს ამერიკელი ფაბიანო კარუანა, რომელმაც ასევე გადალახა მილიონიანი ზღვარი და $1,4 მილიონი გამოიმუშავა. ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონმა და Grand Chess ტურის გამარჯვებულმა ფინანსურად ერთ-ერთი საუკეთესო წელი ჩაიწერა აქტივში. პირველობას ართმობს ნორვეგიელი გენიოსი მაგნუს კარლსენი, ის უპირობო ლიდერია, მან გასულ წელს $1,36 მილიონი გამომუშავება მოახერხა, რაც ელ-რიადიდან დაწყებული პარიზით დამთავრებული სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე გამარჯვების ლოგიკური შედეგია. ზოგადად ისტორიულად ჭადრაკი უაღრესად პრესტიჟული, თუმცა ფინანსურად მოკრძალებული დისციპლინა იყო, მაგრამ ბოლო წლების საპრიზო ფონდების დინამიკა აჩვენებს, რომ ჭადრაკი დღეს ზუსტად იმავე კომერციულ ტრანსფორმაციას გადის, რაც თავის დროზე ჩოგბურთმა და გოლფმა გაიარეს. ფინანსურმა გრავიტაციამ FIDE-ს ტრადიციული საჩემპიონო ციკლიდან კერძო კომერციულ ინიციატივებზე გადაინაცვლა. მაგნუს კარლსენის სტრატეგია თანამედროვე სპორტული მარკეტინგის კლასიკური მაგალითია. მას აღარ სჭირდება ფორმალური გვირგვინი იმისთვის, რომ იყოს ინდუსტრიის მთავარი ფინანსური აქტორი. კაპიტალი მიდის იქ, სადაც არის სანახაობა და სისწრაფე. ამ მზარდმა კომერციულმა პოტენციალმა ინდუსტრიაში სრულად ახალი მოთამაშეებიც გააჩინა, გლობალური ფეხბურთის ვარსკვლავები მაგალითად, რაც სპორტის ბიზნესში სექტორთა შორის კაპიტალის უპრეცედენტო მიგრაციაზე მიუთითებს. სიმბოლურია, რომ სწორედ ნორვეგიელი მაგნუს კარლსენის დომინაციის ფონზე ჭადრაკის ინდუსტრიაში ინვესტიცია კიდევ ერთმა ნორვეგიელმა Manchester City-ს 25 წლის ვარსკვლავმა ერლინგ ჰალანდმა განახორციელა. მან მეწარმე მორტენ ბორგესთან ერთად დააფუძნა კომპანია Chessmate, რომელიც თავის მხრივ Norway Chess-ის მნიშვნელოვანი თანამფლობელი გახდა. სწორედ ეს ორგანიზაცია უდგა სათავეში ახალ სრულიად რევოლუციურ პროექტს Total Chess World Championship Tour, რომლის საპრიზო ფონდი $2,7 მილიონი იქნება. ჰალანდის საინვესტიციო ხედვა ეფუძნება მოსაზრებას, რომ ჭადრაკსა და ფეხბურთს შორის უზარმაზარი მენტალური და ტაქტიკური თანაკვეთა, საჭიროა სწრაფი აზროვნება, ინსტინქტებზე დაყრდნობა, რამდენიმე სვლით წინფიქრი, სტრატეგია და დაგეგმა გადამწყვეტია, აღნიშნავს ფეხბურთელი, ეტყობა, რომ პეპ გვარდიოლასთან მუშაობს საკმაოდ დიდი ხანია. აქედან გამომდინარე დასკვნა ცალსახამ, ჭადრაკი აღარ არის მხოლოდ აკადემიური სიჩუმის სპორტი, ეს არის სწრაფად მზარდი, მაღალშემოსავლიანი ბიზნეს ეკოსისტემა, რომელმაც უკვე მიიქცია ტრადიციული სპორტული კაპიტალის ყურადღება და ახალ მასშტაბურ სატელევიზიო კომერციულ ეპოქაში შედის.